27 ნოემბერს ბათუმში ლატვიის პრეზიდენტს ელოდებიან. ქალაქში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში აეროპორტის გზატკეცილიდან ბათუმის სხვადასხვა ქუჩებში გარე განათების ბოძებზე ლატვიისა და საქართველოს დროშებს ამონტაჟებდნენ. დროშების განთავსებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ინდმეწარმე არჩილა ასეთიანი უზრუნველყოფს. უკვე ცნობილია, რომ სტუმარი აეროპორტიდან ლეხ და მარია კაჩენსკის, ხიმშიაშვილის და რუსთაველის ქუჩებზე გაივლის. ამ მარშრუტებზე 380-მდე დროშის განთავსებაა დაგეგმილი. ლატვიის პრეზიდენტს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი ხდება, ის შემდეგაც მხარები ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან. ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ქალაქს ფორუმის ფარგლებში 120-მდე ბიზნესმენი ეწვევა, რომლებიც რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან. სტუმრობს ქალაქს ლატვიის დელეგაცია და ამ ლატვიის დელეგაციის სტუმრობასთან დაკავშირებით ხდება ლატვიის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშების გამოფენა. ფლაგშტოკები არის ბოძებზე, წინასწარ ჩვენს მიერ დამზადებული და იმ ფლაგშტოკებში ხდება ამ დროშების გამოფენა და შემდგომ მოხდება მათი დემონტაჟი.